პროფესიულ კოლეჯ ჰორიზონტში სწავლის მსურველი ახალგაზრდების პირველმა ნაკადმა რეგისტრაცია ქობულეთის საინფორმაციო ცენტრში გაიარეს და კუთვნილი 1000 ლარიანი ვაუჩერი მიიღეს. აღნიშნული ვაუჩერით სტუდენტები მათთვის სასურველ სპეციალობებზე შეძლებენ სწავლას. საქართველოს მთავრობის დადგენილებით სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100.000-მდეა, სახელმწიფოსაგან სწავლის 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ და შესაბამისად 1000 ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. 100% დაფინანსდებიან ასევე ის პირები, რომლებიც შესაბამის ტესტირებას წარმატებით გაივლიან, ხოლო ყველა დანარჩენ მსურველს სახელმწიფო 70%-ით დააფინანსებს. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია პროფესიული განათლებით, შეუძლია მობრძანდეს პროფესიულ ცენტრების საინფორმაციო ცენტრებში, ეს გახლავთ ქობულეთშიც, ქუთაისშიც და ასევე თბილისშიც და გაიაროს რეგისტრაცია სასურველ პროფესიაზე, პრიორიტეტულ პროფესიებზე. ასევე მოქალაქეებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და წარმოადგენენ ამ მონაწილეს სოციალური მომსახურების სააგენტო და შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია და სწავლა დაუფინანსდებათ 100 ლარიანი ვაუჩერით სახელმწიფოს მხრიდან. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომ სახელმწიფო მოგცა ეგეთი შანსი, რომ დაგვირიგდა უფასო სოციალურად დაუცველი ვაუჩერები და რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ უფასოდ სწავლას ჩვენთვის სასურველ პროფესიებზე. მე მაგათეთ მაქვს უმაღლესი დამთავრება, მაგრამ მომეცა საშუალება გადამზადების კურსი გავიარო და დავეუფლო ახალ პროფესიას და დასაქმების პერსპექტივასაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ. მიუხედავად ასაკობრივი ზღვარისა, ყველა საშუალება აქვს იმისთვის, რომ რაღაცა პროფესიას დაეუფლოს. დიდი მადლობა. ეხლა გადმოგვეცა ჩვენ სწავლების 1000 ლარიანი ვაუჩერი. მოხარული ვარ ასეთი გადაწყვეტილების, მე მინდა პროგრამისტი გავხდე და დიდი მადლობა თვითონ პრეზიდენტს, სოციალური დაუცველი ვარ და ასეთი ახალგაზრდებს მოგვეცა იმის საშუალება, რომ ჩვენ ავეჩოთ ჩვენი პროფესია. მადლობას ვუხდი სახელმწიფოს, რომ გამოგვიყვა 1000 ლარიანი ვაუჩერი სწავლის დაფინანსების მიზნით და მივესალმებ ესეთ პროექტებს. სტუდენტების მსურველთა რეგისტრაცია კვლავ გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ ჰორიზონტის ადმინისტრაციას. შეარჩიონ მათთვის საინტერესო პროფესია, დარეგისტრირდნენ და გახდნენ სტუდენტები.